მე მგონი შიგნით ჯობია, იმიტომ რომ აქ არ აიღებს. გავდგო? ლიტერატურა მათ შორის გამოტოვების ხელოვნება. ანუ ფრაზებს შორის მოქცეული სივრცის, რომელიც გვაიძულებს საკუთარი ფანტაზია განვავითაროთ, თუ მაინდა-მაინც ქართულ ლიტერატურას, ფოლკლორს გადავწვდებით და არა მხოლოდ ფოლკლორს, შეგვიძლია პირდაპირ მნიშვნელობით მაგალითებიც დავძებნოთ და გაცილებით უფრო ღრმა და მეტაფორული. პირდაპირ მაგალითად შუშანიკის წამების ერთი ცნობილი დიალოგური ეპიზოდი, რომელიც ასე მთავრდება მტკი და გადატანითი მნიშვნელობით არ დადასტურებული ფრაზა, ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ეს ფრაზა კედელზე არ იძებნება 14 წლის აღმკვეცეს მონაზვნად, რომელიც სავარაუდოდ ანუ ანის ქვაბებზეა დატანილი, ანუ არძის და უკან გულისხმობს დიდ და მნიშვნელოვან ლიტერატურას. სწორედ ამგვარ ამბებზე ვისაუბრებთ ჩემს გამოსვლაში, რომელიც სიტყვის ძალას, სიტყვის ძალის ფენომენს შეეხება და ვეცდებით, რომ ოდნავ ორიგინალური გზით ვიაროთ და გამოტოვებულ სიტყვებზე ვილაპარაკოთ.